მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ სტატუსი დავწერე ბაღდადში ერთ-ერთი ოჯახის დახმარების შესახებ და დღეს მირეკავს ის ადამიანი ბაღდადიდან და არ ვიცი რა, ამას დიდი ბედნიერება რომ ადამიანს დაეხმარო, ალბათ არ არსებობს ამ ქვეყანაზე არაფერი და მითხრა ერთი რამ იყვენ ამოსულები მომაქციან ყურადღება მას გადათოვლა უნდა და სახლის და ამ წუთას არავის არ ცალიაო იმდენია მართლა მის სახედი და იგი, მაგრამ დამპინდენო აუცილებლადო როგორც კი ვინ მოიციან აუცილებლად ამოვლიანო და აი იმდენად გახარებული იყო და იმდენად გახარებული იყო ყურადღებით რომ თავზე დამგრევია თუ გინდა 10 სიკვდილით ღირსო რაღაც ამხელა სიყვარული დავინახე, ამხელა თანდგომა დავინახე. მე აი ვარ ბედნიერი ერთხრივ რომ მოხდა ქართული საზოგადოების ჩამოყალიბება. როცა დავივიწყეთ სიტყვა სხვის სიჭირის ღობეშხირი და ადამიანები აღმოჩნდა ადამიანებში იმხელა სიყვარულო ყველა ჭირი თავის ჭირად გაითავისა და ვარ ერთხელ უბედური რომ ამ წუთას არა ვარ საქართველოში და არა ვარ მაგ ფერხულში ჩამბული. ესაა ჩემთვის უდიდესი ტრაგედია ამ წუთას. დამნახავი ამ ყველაფრისა რაც ახლა ამ წუთას საქართველოში დგალა. აი იმ ადამიანების, იმ ახალგაზრდობის ენერგია, რომლებიც თავის სიცოცხლეს, თავის ჯანმრთელობას, თავის ყველაფერს წირავენ და ეხმარებიან ადამიანებს, მაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად დავამარცხებთ ბოროტებას და აუცილებლად სიყვარული ძლევს ბოროტებას და ამ წუთას საქართველოში ამ ადამიანების გულში იმხელა სიყვარული ტრიალებს, იმხელა თანდგომა ტრიალებს, იმხელა ერთმანეთისადმი ზრუნვა ტრიალებს, ამას ბიძინაგია. თვით ეშმაკი და ეშმაკის მთავარი რო ჩამევიდეს, ისიც ვერ მოერევა, ამაში ვარ დარწმუნებული. მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ატვირთვა ეს, ვინც გამოეხმაურა, ვინც ეს სიტყვა გამოხატა, ყველას უთხრა მადლობა. და მინდა ერთი სიტყვებით დავამთავრო, თალმუდში წერია ასეთი სიტყვები. ვინც გადაარჩინა ერთი ადამიანი, მან გადაარჩინა მთელი სამყარო. თქვენ ვინც ახლა ამ წუთას იბრძვით, თქვენ გადაარჩინეთ მთელი სამყარო. ქეთს ვიხრით თქვენ წინაშე. მადლობთ ყველას ამ ყურადღებისათვის, ამ თანადგომისათვის და ამ სიყვარულისათვის.